მოგესალმებით, მე ვარ აკაკი, ლოგიკური პერსპექტივიდან. და დღეს ვილაპარაკებთ ჩვენ შემქმნელზე ღმერთზე და იმ ფაქტზე, რომ მას სურს ურთიერთობა ჩვენთან. აი, გადავიღო ვიდეო, სადაც გავაზიარებ ჩემ გამოცდილებას ღმერთთან და მაგ თემაზე ვილაპარაკებ. შეიძლება დაისვას ესეთი კითხვა, რომ საიდან შევხვდი ღმერთს, საიდან აღმოაჩინე იგი. რამოდენიმე წლის წინ ვიყავი ძალიან უმეცარი ადამიანი, არ ვერკვევოდი სამყაროში რა ხდებოდა, არ ვერკვევოდი სხვადასხვა აჯენდები, სხვადასხვა მიზნები რა ქონდა იმ ხალხს, ვინც ამ მსოფლიოს აკონტროლებს. და ბევრ რამეში არ ვერკვევოდი. ერთი მომენტი იყო, რომ ჩემ ოთახში შემოფრინდა ღამურა და მაგ დროს მეჯერა ვირუსების არსებობის, მეჯერა რომ რამე ცუდი არ შემოხდეს ხო და გავიკეთე აცრა. და ამ აცრამ ლამის მომკლა. და ეს აცრა რომ გავიკეთე ლამის მოვკვდი და ექიმები ვერ დამეხმარნენ. მქონდა ძალიან სისხლის მიმოქცევის ძალიან რთული სიტუაცია მქონდა. იმ ადგილში ვიყავი, რომ რამოდენიმე საათზე მეტი ვერ მეძინა, თუ დაღლილი ვიყავი, დიაბეტის სიმპტომები მქონდა, კიბოს სიმპტომები, ძალიან ცუდად ვიყავი. და ექიმები ვერ დამეხმარნენ. პირიქით, რასაც მინიშნავენ, უფრო უარესად მოქმედებდა ჩემზე. და მომიწია უკვე რომ ექიმებმა ვერ მიშველეს, მეთქი ჩემთვის უშველი თქო და ჩემით ვისწავლე მედიცინა. და ჩემთვის უშველი. მაგრამ ამ პროცესში, აი როცა რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიძიებდი ამ მედიცინაზე, ან მსოფლიოს ისტორიაზე, ან ბევრ სხვა თემაზე, რაც აი ცდილობდი რომ ნებისმიერი თემიდან რაღაც ამეღო, რაც შეიძლება დამხმარებოდა რომ ჩემი თავი გამეკუნა. და ყველაზე გონივრული ადამიანები, ვინც ვნახე, ყველაზე გარკვეულები მედიცინაში, ყველაზე გარკვეულები მსოფლიოს ისტორიაში და სხვადასხვა პერსპექტივაში აღმოჩნდნენ მორწმუნეები. აღმოჩნდნენ მორწმუნე ადამიანები. ვინც თქვეს, რომ ეს ბევრი ინფორმაცია იმიტომ იცოდნენ, რომ ღმერთთან ჰქონდათ შეხება. ანუ ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ჭკვიანი ხალხი, ვინც აღმოაჩინა, იყვნენ ადამიანები, ვინც ეხლა როგორც მე ვიდეოს ვიღებ, იღებდნენ ვიდეოებს და დებდნენ სხვადასხვა საიტებზე და აზიარებდნენ თავის გამოცდილებას, როგორ შეხვდნენ ღმერთს, როგორ ღმერთი აყალიანებთ მათ და ასწავლეს სხვადასხვა რაღაცეებს. და ამ ხალხისგან რაღაცეები ვისწავლე, ეგ თვითონ გამოვიყენე, რომ ჩემი თავი განმეკურნა და ეხლა ვარ მეტაკლებად უსიმპტომო და ვარ სრულიად განკურნებული. ერთადერთი სიმპტომი რაც მაქვს არის მაინც სისხლის მიმოქცევა მაქვს ცოტა გაუარესებული. ეგ იმის გამო რომ ვაქცინის გამო ჩემ არტერიებში არის სხვადასხვა სინთეტიკური ბიოლოგია რაც არის გაზრდილი და რაც ჩემ არტერიებს ნაწილობრივ კეტავს და გულს უწევს ძალიან იმუშაოს რომ სისხლი ორგანიზმში ამოძრაოს. ძალიან ბევრი ამას არ დაიჯერებს რომ ვაქცინის გამო შეიძლება სინთეტიკური ბიოლოგია გაიზარდოს ვენებში და არტერიებში. მაგრამ ეს ფაქტი არის, შეგიძლიათ ნახოთ ეგეთი დოკუმენტური ფილმია გადაღებული, ქვია Died Suddenly, ან მოკვდა უეცრად. ერთი საიტი არის rumble.com, rumble.com და მან რო ჩაწეროთ Died Suddenly, DEAD-SUDDNLY, ნახავთ რომ მართლა აღმოაჩინეს რომ ბევრ ვაქცინებულ ადამიანში მისი არტერიები იყო დაბლოკილი და მაგიტომ მოკვდა ადამიანი. მოკლედ მაგის გარდა ყველა სხვა სიმპტომი რაც ჰქონდა განვიკურნე თავი და ეხლა ვარ სრულიად ჯანმრთელი. ანუ რის განკურნება შეიძლება და უკვე გამკურნე და უკვე აღმოაჩინე დაავადება რის გამოჩნდება ორგანიზმში და რითი შეიძლება განიკურნოს. მაგრამ აქ და სხვა ვიდეოებს დავდებ ჯანმრთელობაზე, მინდა რომ მომავალში პაციენტები მივიღო და ხალხი გამკურნო. უკვე ჩათვალეთ, კიბოს მკურნალობა ვიცი, დიაბეტის მკურნალობა ვიცი. უკვე ვიცი ყველა დაავადება ფიზიკურად, ბიოლოგიურად, ფუნდამენტურ დონეზე რის გამოჩნდება და რა არის მისი განკურნება. მის განკურნების ყველაზე მარტივი უჩვენების გარეშე მკურნალობა. მაგრამ აქ არ ვარ იმის გამო, რომ მაგაზე ვილაპარაკო, აქ ვარ იმის გამო, რომ და აი ჯანმრთელობაზე შეიძლება ლექციები დავდო ის შეიძლება პაციენტები მივიღო, ნახოთ მომავალში რა იქნება, მაგრამ ჯერ ვილაპარაკოთ ღმერთზე. და აი ყველაზე ჭკვიანი ხალხი ვინც ვნახე იყო მორწმუნე ხალხი.
და დავიწყე მაგათი ვიდეოების ყურება დავიწყე შესწავლა თუ აი დავიწყე შესწავლა როგორი ურთიერთობა ქონა ღმერთთან და მივედი იმ დასკვნამდე რომ მართლა ღმერთი არსებობს და მას სურს ჩვენ ყველასთან ურთიერთობა და დავიწყე ლოცვა ღმერთს ვთხოვე რომ ჩემი ცხოვრებაში ჩართული იყო ვთხოვე რომ აი თავის თავზე რაღაცები ესწავლებინა ჩემთვის და ბევრჯერ ყოფილა რომ ღმერთის ხმა გამიგია რაღაცა უთქვამსან თქო და რამე კითხოს თუ დაუსვამდი ჩემ ცხოვრებაში ისეთი რაღაც მოხდებოდა რომ ჩემ კითხოს პასუხი გაეცემოდა აი ერთხელ შევეკითხე ღმერთს რა არის თქვენი სახელი თქო და ერთი ვიდეო ამომიგდო ონლაინში როცა ინფორმაციას ვიძიებდი არ საიდან ამომიგდო ვიდეო რომ ღმერთის სახელი არის იაჰვე და აი ეს ვიდეო იყოს და სადაც ნათქვამი იყო რომ ღმერთის სახელი ჩვენ დნმ-ში წერია ჩვენ გენეტიკაში წერია ღმერთის სახელი ანუ ჩვენი გენეტიკაში როგორც არის გენეტიკა აშენებული აი რომ გაშიფრო და ზუსტად ახსნა აღარ მახსოვს კაი ხნის წინ ნახე იაჰვე იწერება მიწერება Y-H V და ისევ H-ი იაჰვე იწერება ჩვენ გენეტიკაზე და დნმ-ზე დაწერილი კიდე ბევრი რაღაცა მომიგდო სხვა მორწმუნეების სხვადასხვა ხალხის და აი მართლა ღმერთის ხმა გამიგია ბევრჯერ ყოფილა რომ ღმერთს ამ კითხოს დაუსვამდი და მე რაღაცა ისეთი მოხდებოდა რომ მაგ კითხოს პასუხი გაეცემოდა ან ვიღაცა ნაცნობი მეტყოდა იმ პასუხს ჩემ კითხვაზე რაც მქონდა ისე რომ მაგისთვის არც მეკითხავს ან ყურს რამეს მომკრავდი და პასუხი გაეცემოდა და რეალურად მივედი იმ დასკვნამდე რომ მართლა ღმერთი არსებობს და ჩვენთან ურთიერთობა უნდა და მინდა რომ გაგეზიაროთ მინდა რომ სულების სამოთხეში მოხდეს იმიტომ რომ ჩემო გამოძიება ისაჩვენა რომ ძამბრი ადამიანი სამოთხეში ვერ მოხდება აი სამოთხეში მოხვედრისთვის ჭირდება ორი რაღაც და რა არის ეს პირველი არის რომ ნუ ორი რაღაც არა მოდი სამი იყოს პირველი რომ დაიჯერო რომ მართლა ღმერთი არსებობს და რომ მას ჩვენთან ურთიერთობა უნდა ისეთი პერსპექტივა არის რომ ბევრი ფიქრობს რომ აი ღმერთი თუ არსებობს მაშინ ამდენი სიბოლოტეა და ვარი სამყაროში ან რატო ხდება ეს ყველაფერიო სიამოვნებაში ის ამოვაჩინე რომ ღმერთმა გადაწყვიტა რომ ნახოს ღმერთმა გადაწყვიტა ესეთი რამ რომ იგი არის შეჯიბრში ან კონკურსში სატანის წინააღმდეგ ღმერთს და სატანას აქვს გაკეთებული ესეთი შეთანხმება რომ ღმერთს აინტერესებს და ყველას აინტერესებს თუ ამ ცხოვრებაში ვინ აირჩევს ღმერთს და ვინ აირჩევს სატანას ანუ სატანას უფლება აქვს რომ ადამიანის ცხოვრებაში ჩაერთოს და ღმერთი ამ ადამიანის ცხოვრებაში ვერ ჩაერთვება ამ ადამიანის ნებართვის გარეშე ანუ თქვენ გინდათ რომ ღმერთის ხმა გაიგოთ ღმერთთან ურთიერთობა გქონდეთ ღმერთს დაუახლოვდეთ თქვენ ღმერთს უნდა გთხოვოთ ეს უნდა ილოცოთ ანუ ამ შეთანხმებაში რაც აქვს ღმერთ სატანასთან სატანის რა ქვია პრეროგატივა და მიზანი არის რომ თქვენ ღმერთს დაგაშოროთ და მოხვდეთ ოჯახეთში ღმერთის მიზანი არის რომ თქვენ ღმერთთან დაახლოვდეთ და სამოთხეში მოხვდეთ მაგრამ იმისთვის რომ ღმერთის მეცხოვრებაში ჩაერთოს ჭირდებათ რომ ილოცოთ ჭირდებათ რომ ღმერთს ნებართვა მიცეთ რომ მას შეეძლოს რაც უნდა თავის ცხოვრებაში გააკეთოს აი მე ღმერთის მithქვამს თქო რომ ღმერთო სულ ულებას გაძლევს რომ გაძლევ ღმერთო რომ შეიძლება მოხდეს ჩემ ცხოვრებაში თქო და პირველი არის რომ მართლა დავიჯეროთ რომ ღმერთი არსებობს და თუ ის გონიათ რომ ლოგიკური კითხვაა კი რომ აი თუ ღმერთი არსებობს ან სიბოლოტე ატო ვარიო ისოდეთ რომ ღმერთის ნება არ არის რომ სიბოლოტე იყოს სიბოლოტე მოდის სატანისგან მისტრისგან და სატანის სამეფოსგან ბევრი ეს სიბოლოტე ბევრი ეს დაავადება ბევრი ეს ცუდი რაც ხდება ამ სამყაროში მოდის ადამიანის ცოდვის გამო რომელიც აძლევს ლეგალურ უფლებას სატანას რომ თავის ნება გააკეთოს ამ სამყაროში მაგრამ ჩვენ თუ სიკეთეს გავაკეთებთ თუ ღმერთის ნებას ვილოცავთ ღმერთი ჩვენ სიკეთეს და ჩვენ ლოცვას გამოიყენებს რომ თავის ნება გააკეთოს და ხალხი გადაარჩინოს სიკეთე მოიყვანოს ამ სამყაროში და რომ ხალხი სამოთხეში მოხდეს და ამ ცხოვრებაში უფრო კარგი ცხოვრება გქონდეს კიდე ერთი ის არის რომ ღმერთს მართლა შეუძლია რომ ბევრი სიკეთე გააკეთოს თქვენ ცხოვრებაში ბევრი რამე გააკეთოს რომ თავისი სიდიდე
თავისი სიკეთე და თავისი ყველაფერი რაც კარგი არის გამოაჩინოს თქვენ ცხოვრებაში, თუ მას დავუახლოვდებით და თუ გადაწყვეტთ, რომ მას ემსახუროთ. პირველი არის უნდა წამდეს ღმერთის და მეორე არის წამდეს იმის, თუ მისო შულმა რა გააკეთა. ყველამ არის ეს ისტორია. ღმერთის შვილის სახელი არის იაჰუშუა ჰამაშიაქი, მაგრამ ბევრმა ქრისტიანმა იცის როგორც იესო ქრისტე. ღმერთის შვილი იაჰუშუა, ვისაც ქვია იაჰუშუა, რაც ნიშნავს ია არის ხსნა, ია არის ხსნელი, ეგრე ებრაულია და ითარგმნება როგორც ია არის ხსნელი. იაჰუშუა, ასევე ცნობილი როგორც იესო, მოვიდა ამ სამყაროში და იცხოვრა უცოდველად. ვართან ამას ვიტყვი. მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ღმერთს უნდა რომ ყველა გადარჩეს, ღმერთს უნდა რომ ყველა მოინანიოს, რა ვთქვი, ყველანი ვარ ცოდვილები, ანუ ყველა ადამიანს რაღაცა ცოდვა გვაქვს ჩადენილი. ეს როგორი პერსპექტივა არის, რომ ადამიანი თუ რამეს დააშავებს, ხო ციხეში ხდება. თქვა ეხლა ადამიანი წავიდეს და ვიღაცა რომ მოყავს, ხო ციხეში მოხდება, ან წავიდეს მანქანა მოიპაროს, ხო ციხეში მოხდება, ან დააჟანგება, რა იქნება. და ღმერთი როგორც წმინდა, სუფთა, აქვია სამართლიანი არსება, ისე გვიყურებს, რომ ჩვენ რამე ცოდვას თუ შავიდენთ, ამას სიბრალეს გავაკეთებთ, რამე სამართლიანი არის, რომ რამე სასჯელი იყოს. ეს და ეს სასჯელი არის ან ამ ცხოვრებაში რამე ცუდი მოგივა, ან კიდე მოხდები ჯოჯოხეთში ამ ცოდვის გამო. მაგრამ ღმერთს იმდენად უყვარვართ, რომ არ უნდა რომ არავის ჯოჯოხეთში მოხდეს, არ უნდა რომ ხალხმა ცუდი გააკეთოს და ამ ცუდისთვის დაისაჯოს. ღმერთს უნდა რომ ყველა მოინანიოს და გაიწმინდოს ამ ცოდვებისგან. და ეხლა როგორი კარგი შვილი იყოს ღმერთს, რა მაგრამ მიყვარს ღმერთის შვილი, იაჰუშუა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ იაჰუშუამ გადაწყვიტა, რომ ამ სამყაროში მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის შვილი არის, მოევლინა როგორც კაცი ამ სამყაროში, იცხოვრა უცოდველად, ანუ სიკვდილი და წამება არ დაიმსახურა. ან ცოდვის სასჯელი არის, რომ რამე ცუდი მოგდის, მაგრამ მაგან ცოდვა არ ჩაიდინა, მაგრამ მაინც ეწამა და მაინც მოკვდა იმის გამო, რომ ჩვენი ცოდვები საფასური გადაიხადოს. ანუ თქვენ თუ იწამებთ, თქვენ თუ ღმერთთან აღიარებთ, რომ კარგი ღმერთო მე ვარ ცოდვილი და ღმერთო გთხოვ რომ შენი შვილის სახელით მაპატიო, აი ეს ზიარება, ზიარების არსი იცით რა არის, რომ ზიარება არის, რომ აიღებ პურს და აიღებ ღვინოს და ეს პური, ეს სეპისკვერი არის ღმერთის შვილის ხორცი, რომელიც ეწამა ჩვენი ცოდვების გამო და ეს ღვინო არის მისი სისხლი, რომელიც დაღვარა ჩვენი ცოდვების გამო. და თუ აიღებ აი პურს და ღვინოს და ღმერთს ეტყვი, რომ ღმერთო, ეს პური იყო შენი შვილის ხორცი და ეს ღვინო იყო შენი შვილის სისხლი, რომელიც შენ ცოდვების დაღვარა და ღმერთს თუ პატიებას თხოვ, იაჰუშუას სახელით, ღმერთი თუ გულით მოინანიებ, გულით თუ დაიჯერებ და გულით მოინანიებ შენ ცოდვებს, ღმერთი გაპატიებს და შეგიძლია რომ სამოთხეში მოხვდე. თუ გულით მოინანიებ ცოდვას და გექნება განზრახვა, რომ ეს ცოდვა აღარ ჩაიდინო, ღმერთი გაპატიებს და შეგიძლია რომ სამოთხეში მოხვდე და სამოთხეში ქონდეს ბარადიგული სიხარული. ანუ პირველი რომ დაიჯერო რომ ღმერთი მართლა არსებობს, გულით და გონებით ჯეროდეს ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მე კაცი ვარ გემონები, ანუ კიბოსყუნალობა აღმოჩენილი ღმერთის დახმარებით და ჩემი ინიციატივით, აგერ გემონები კაცი ვარ ადეკვატური, გემონები ღმერთი არსებობს, ის ხალხს ელაპარაკება თავის სულიწმინდის გამოყენებით, რომელიც ბიბლიაში წერია და მართლა ურთიერთობა უნდა ჩვენთან და მეორე რომ ღმერთის შვილი სის და ხორცს ვეზიაროთ. და მესამე არის რომ უკვე რომ დავიჯერებთ ღმერთი არსებობს და ღმერთის შვილის სის და ხორცს ვეზიარებით, გულით მოვინანიებთ ჩვენ ცოდვებს და ღმერთის შვილის სისხლით გავირაცხებით, გავიწმინდებით ჩვენი ცოდვებისგან. ნიკა მესამე ის არის რომ შეგვეძლება ღმერთთან ურთიერთობა შევიდეთ, ღმერთს ვემსახუროთ, შევეცადოთ რომ სიკეთე გავაკეთოთ, ერთმანეთს მიყვარდეს. ის კი მართალია რომ ღმერთის არსებობა არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ, რომ ერთმანეთს სიკეთე გავაკეთოთ და ამ საყუროს სიკეთე გავაკეთოთ. ღმერთის არსებობა ამისთვის საჭირო არ უნდა იყოს. მაგრამ შეგვიძლია რომ ურთიერთობაში შევიდეთ ღმერთთან. მესამე ნაბიჯი არის რომ ღმერთს ვთხოვოთ, რომ შვილიწმინდით აგვაოცოს. და მესამეზე იმას დავამატებ, რომ იმისთვის რომ გავიგოთ რა არის ღმერთის ნება, შეიძლება სულიწმინდა. აი სულიწმინდა ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ გამოვიდეს სულიწმინდა ჩვენში და სულიწმინდა ჩვენზე გადმოვა
და დაგაყვალიანებს რომ უნდა გავაკეთოთ. სულიწმინდა არის მეშვეობა, ის მეშვეობით შეგვიძლია რომ ღმერთის ხმა გავიგოთ, ღმერთის ნება გავიგოთ. გვილოცოთ ენებზე, რაც არის სხვადასხვა ენებზე ლოცვა, რაც უფლებას გვაძლევს რომ ღმერთის ნება გვილოცოთ ჩვენ ცხოვრებაში. და უკვე რომ დაიწყოთ ღმერთის ხმის გაგება სულიწმინდა, აი ღმერთს უნდა თხოვოთ რომ სულიწმინდით შეგავსოთ. და უკვე რომ აი ძალიან სასიამოვნო გზნობა არის სულიწმინდა განმოდის თქვენზე. აი ძალიან კარგი გზნობა არის და უკვე შეგეძლებათ რომ გაიგოთ ღმერთის ხმა და ღმერთი დაგაყვალიანებს რომ რა უნდა მას რომ გააკეთოს, რა უნდა მას რომ თქვენ გააკეთოთ და უკვე შეიძლება რომ და რაც უფრო გაყვებით მის დაკვალიანებას, მით უფრო დაგაჯილდოვოთ ღმერთი ამ ცხოვრებაშიც და შენს ცხოვრებაში მარადიულადაც. ანუ რაც უფრო მეტად დაუჯერებთ ღმერთს, მით უფრო რაც უფრო დაგაყვალიანებთ, მით უფრო დაჯილდოვდებით ამ ცხოვრებაშიც და შენს ცხოვრებაშიც. თუ ღმერთი აგავსებს სულიწმინდით, შეგეძლებათ რომ გაიგოთ ხოლმე ღმერთის ხმა და შეგეძლებათ რომ ენებზე ალოცდეთ, ენებზე ილოცოთ. ენებზე ლოცვა არის აი ბიბლიაში მოციქულთა საქმეში წერია მეორე თავში, როგორ განმოვიდა სულიწმინდა ღმერთის შვილის მოციქულებზე და როგორ აი ალოცდნენ სხვადასხვა ენებზე ალოცდნენ და დაიწყეს აი სხვადასხვა ენებზე ლოცვა. იმ ენებზე რომელიც თვითონაც არ ესმოდათ. მაგრამ დაიწყეს სულიწმინდის დახმარებით ღმერთის ნების ლოცვა. და შეგეძლებათ რომ ღმერთს ემსახუროთ, ღმერთის დაკვალიანება მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში და ღმერთს დაუახლოვდეთ. ანუ პირველი დავიჯეროთ რომ ღმერთი არსებობს, მეორე დავიჯეროთ რომ უეზიაროთ მის შვილის და ხორცს, პურს და ღვინოს და მესამე ღმერთს თხოვოთ რომ სულიწმინდით აგვავსოს და შეგვეძლოს რომ აი ღმერთის ნება გავაკეთოთ ამ სამყაროში, შეგვეძლოს რომ სიკეთე გავაკეთოთ, ერთმანეთს გვიყვარდეს, ერთმანეთს ვაპატიოთ და ღმერთის ნება ვილოცოთ, ენებზე ავლოცდეთ და შეგვეძლოს რომ ღმერთის ნება გავაკეთოთ ისე რომ მის სამოთხე ამ სამყაროში მოვიდეს და თქვენ ღმერთს დაგაჯილდოვებთ იმის მიხედვით როგორც ემსახურებით ღმერთს, როგორ სიკეთეს გააკეთებთ, როგორ გეყარებათ სხვა ადამიანები, ამის მიხედვით ღმერთი დაგაჯილდოვებთ მარადიულად. მარადიული ცხოვრება იქნება სამოთხეში და რაც უფრო მეტად გეყარებათ ღმერთი, რაც უფრო მეტად გეყარებათ სხვა ადამიანი, რაც უფრო ამ სიყვარულით ცხოვრებთ, მით უფრო დაგაჯილდოვებთ ღმერთი მარადიულად. აი ბიბლია იძახის რომ არ დააგრო ამ სამყაროში განძი, რომელსაც ჩილები შეჭამენ, ან ქურდი მოიპარავს, მაგრამ განძი დააგროვეთ სამოთხეში, სადაც ვერც ჩილები ვერ ერჩიან, ვერც ქურდი ვერ მოიპარავს. და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს განძი არის ადამიანების სულები. მინდა რომ ხალხმა იწამოს ეზიარონ გულით, დაიჯერონ ღმერთის შვილის შენაწირს და სულიწმინდით აივსონ და ღმერთის ნება გააკეთონ ამ სამყაროში, რომ სამოთხეში მოხვდნენ და ჩემი განძი ის იქნება, რომ თქვა და სამოთხეში ადამიანს დავინახავ, მეცდილება რომ ჩემ გამო მოხდა ეგ, ჩემ გამო არა, მაგრამ მე რომ დავაყვალიანე ეგ ადამიანი და მივიყვანე ღმერთთან, ეგ თუ გულით ეზიარება და სამოთხეში მოხდება, ეგ იქნება ჩემი მარადიული სიხარული. ჩემი სიხარული იქნება, რომ ადამიანი სამოთხეში მოხდა. იმიტომ ბევრი ადამიანია, ვინც ძალიან მიყვარს, ვისთვის სიკეთეს გამახარებს, ვის სიხარული გამახარებს და ეგ ადამიანები რომ მოხდნენ სამოთხეში ძალიან გამახარებს. და იმედია თქვენს იწამებთ რომ ღმერთი არსებობს, იწამებთ რომ მას თქვენ უყარხართ, იმენად უყარხართ რომ აი ერთი გაგებული მაქვს რომ ღმერთის შვილს ყველა ადამიანი ისე უყვარს და ღმერთს ყველა ადამიანი ისე უყვარს, რომ სრულყოფილიყო დედამიწაზე ერთი ადამიანი, ერთი ცოდვილი, ან ჩემსავით, ან თქვენსავით, რომ მარტო თქვენ რა ყოფილიყავით ამ სამყაროში, ეს ცოდვილი, ღმერთის შვილი მაინც მოვიდოდა ამ სამყაროში, მაინც ეწამებოდა და მაინც მოკვდებოდა იმისთვის, რომ თქვენი ცოდვებისთვის თქვენს გამოსაწყიდი, რომ სამოთხეში მოხვდეთ და სამოთხეში გქონდეთ მარადიული სიხარული.
თავარია რომ გული დაიჯეროთ და ღმერთი და ერთმანეთი გიყვარდეთ. აი წარმოიდგინეთ, აი წარმოიდგინეთ, აი როგორი დიდი სიყვარული არის, რომ ღმერთის შვილი მოვიდა ამ სამყაროში, იაუშუა ჰამაშიაკი, ასევე როგორც იესო ქრისტე მოვიდა ამ სამყაროში და ეწამა და მოკვდა იმის გამო, რომ ჩვენ ცოდების, ვინც ამას გულით ვაღიარებთ, ღმერთთან ვაღიარებთ და ვეზიარებით პურს და ღვინოს მის ხორცს და სისხლს, ღვინოს და პურს მის სისხლს და ხორცს ვეზიარებით და ვინც ამას მივიღებთ, შეგვიძლია რომ სამოთხეში მოხვდეთ. აი მაგაზე დიდი სიყვარული მგონია, რომ არ არსებობს. მთელი ღმერთის ფრთხილება მარადიულად წაიკითხავს ყველა ადამიანის ცხოვრებას. თქვენი ყველა საქციელი, თქვენი ყველაფერი ასე სამცხოვრებაში აკეთებთ. თქვენი ანგელოზები იწერენ. ყველა ადამიანს დაბადებიდანვე ანგელოზი ეძლევა და ანუ თქვენ ასე გააკეთებთ ამ ცხოვრებაში, ყველაფერი იქნება ჩაწერილი მარადიულად. და ამიტომ გირჩევთ, რომ აი ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ, სიკეთისთვის, სიყვარულისთვის ვიცხოვროთ, ღმერთისთვის, იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია. და იმედია, რომ ამას იწამებთ, იცხოვრებთ სიყვარულით, იცხოვრებთ პატიებით და ღმერთს დავახლდებით, იმიტომ რომ მას თქვენთან ურთიერთობა უნდა. მას უნდა რომ სულიწმინდა გამოვიდეს თქვენზე, რომ სულიწმინდა თქვენში იცხოვროს, რომ თქვენ ღმერთის ხმა გაიგოთ, მე ღმერთთან დაგაყვალიანოთ, რომ რა გააკეთოთ. იმიტომ არ მინდა რომ სხვა ადამიანს ქონდეს იმის სინანული, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთთან მოხვდება და მიხვდება, რომ ანუ ღმერთმა ყველა ადამიანი იმიტომ მოვლინა ამ სამყაროში, რომ რაღაც მიზანი ქონდა. ანუ ღმერთმა თქვენ შექმნათ და ამ სამყაროში მოგავლინათ რაღაცა მიზანი ქონდა უკვე აზრად, რომ აი თქვენ ამას გააკეთებდით, თქვენ ამით ემსახურებოდით ღმერთის სამეფოს, ამას გააკეთებდით ან იმას გააკეთებდით, რაც ღმერთი დაგაყვალიანებდა. ანუ ყველა ადამიანს რაღაცა მიზანი გვაქვს, რაღაცა ღმერთმა მოგავლინა ამ სამყაროში, რაღაცა მიზნის გამო. აი გაგებულია მაგეთი მსახურისგან, რომ ღმერთმა ჩვენ ცხოვრებაზე რაღაც წიგნი დაწერა, როგორ გვიყვარება სხვა ადამიანები, როგორ ვემსახურებით ღმერთს სამეფოს და ღმერთს გავადიდებთ ჩვენი ცხოვრებით. ანუ თქვენ ეხლა ვინც მისმენთ მე, თქვენ ცხოვრებაზე არის დაწერილი წიგნი, რომ აი როგორ გეყვარებათ ხალხი, როგორ სიკეთეს გააკეთებთ, როგორ სპეციფიურად ემსახურებით ღმერთს, რომ ღმერთის სამეფო გაადიდოთ და მე ამის გამო ღმერთმა მარადიული ჯილდო გადმოგცეთ. ას არ დაიკარგება არასდროს. ანუ ღმერთს ძალიან უყვარხართ და ღმერთს უნდა თქვენ დაახლოვება, თქვენთან ურთიერთობა უნდა, ღმერთს რაღაც მისია აქვს ყველა ცხოვრებისთვის. ღმერთს უნდა რომ თქვენი მისია შეასრულოთ, რომ მე მარადიულად დაგეჯილდოვოთ. ღმერთს უნდა რომ დაგელაპარაკოს, დაგაყვალიანოს, უნდათ რომ თავის საიდუმლოები გაგიმხილოთ, რაღაცები გასწავლოთ. და რაც უფრო მას ემსახურებათ, რაც უფრო გეყვარებათ ხალხი, რაც უფრო აპატიებთ სხვა ადამიანებს, ვით უფრო მარადიულ ჯილდოს მიიღებთ და სამოთხეში მოხვდებით. ყველა ჩვენი აზრი, ყველა ჩვენი ცება, ყველა ჩვენი ნათქვამი ჩაწერილი იქნება სამოთხეში და ღმერთს პასუხს მივცემთ, რომ აი მე ესე ვიცხოვრე, ან მე ესე ვიცხოვრე. ანუ ფაქტები იქნება, რომ ყველა როგორ იცხოვრებს და მინდათ, რომ აი ყველა მოვინანიოთ, მინდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, მინდა რომ ერთმანეთს ვაპატიოთ, რომ ყველას კარგი მარადიული შედეგი მოგცეს. ყველას კარგი მარადიული შედეგი გქონდეს. და მე აი ამ ცხოვრებაში ძალიან ცუდი რაღაცები გადამხდა, მაგრამ აი ძალიან ბევრი ტკივილი განვიცადე ან ვაქცინის გამო, ან სხვა ადამიანის ღალატის გამო. გინდა თუ ის აი მოდი ჯობი არ ვლაპარაკო, მაგრამ აი ადამიანები ვინც მიყვარს ძალიან ცუდად მომეცხრენ და ძალიან ცუდი რაღაცები მიქნეს, მაგრამ მინდა რომ ვაპატიო, იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული არის და ღმერთს თუ შეუძლია რომ მე ვაპატიოს, მეც უნდა შემეძლოს რომ სხვა ადამიანებს ვაპატიოს, რომ სხვა ადამიანებს ვაპატიო, უნდა შემეძლოს სხვები მიყვარდეს და მინდა რომ ყველა ჯამთელი იყოს, ყველა ბედნიერი იყოს
ყველა 60 დღეში მოხდეს, ყველამ თავისი მისია შეასრულოს, რის გამოც მოევლინა ამ სამყაროში. გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიყვარულია და მოდი ერთმანეთი მიყვარდეს და ერთმანეთს და ღმერთს დავუახლოვდეთ. ამ ცხოვრებაშიც და მარადეულადაც. მადლობა ყურებისთვის და ნახავთ შემდეგ ლექციაში. ნახვამდის.